გოგოლაძე იუდა. ლიკა რა მაგარი ლიკა. სხვათა შორის მე ყველას დავყავდი შეჯიბრებებზე, მე კარგად ვკიოდი. აყურებელს არ ნაუდი. და მოვდებოდი, მიდი იკივლე. გამარჯვებას მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს 4 შაბათია, კრისტინია ჩვენთან ერთად. და როგორ მიდი ლიკა. არა, ამ ბიჭმა რაღაცა ჭხიბავთან უნდა წაგიყო. გაიყვანე რა. კაი რა. ხაჩერს არც ვიცი რამდენი წელი გავიდა რაც ეს არ მითამაშია და სად თამაშობდი იცი ჩვენ ვეძახდით ბიჭვინთას ვეძახდით რადგან პიცუნდას და დასასვენებელ სახლებში ყველგან იდგა ხოლმე ეს და აუცილებელი იყო რაღაცნაირი თამაში და თან საღამოობით ეს იყო რაღაცა პრანჭვის მომენტი და ამ პრანჭვაში ვისწავლე ამის თამაში იმიტომ რომ მე და სპორტი ვართ როგორც მე და კიბერნეტიკა აი ისე და ეს ერთადერთი სახეობა რომელიც ძალიან მიყვარდა და იყო რაღაცა პრანჭვის და საღამოს გატარების და თავმოწონების მაგრია ეს მაგზეში არასდროს არც მქონია სრული რომ მე თამაშე ვიყოთ მომწონდა სხვები რომ თამაშობდნენ და არც გამიბედა ვეღარ მოესწარი როცა მაგარი ხმა გუგურეთ და ბურთები მომდა ლიკა ყოფილა მაგარი მართლა უგო ნახე რა მაგარია რომ ჩემზე მაგარია მაგრამ მაგარია ერთი იცი როცა შენ მაგას იძახი ესე იგი უფრო მაგარია მაგარია გეუბნები ეხლა თქვენ მაგარი სტუმარი კოსტუმში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი აი დიმა მოდი რამდენია 6-ით 1 წავაგე მაგრია რა ხო აბა მაგიდის ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის თბილისს ეწვია ცნობილი კორეელი სპორტსმენი კორეის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრი დიმას სახელი სუ იონ ლი რომელიც ახლა შემოგვიერთება ჩვენთან ერთად არის ასევე სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი ირაკლი სამყურაშვილი და ვთხოვოთ მათ ახლა სტუდიაში, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს სოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სპორტსმენთან ერთი ბურთიც რო გადავაგდო, უკვე ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ვთხოვოთ მოგზანდით. მოგესალმებით მომწონდი. ერთული იყოს მოგზანება შუადღეში. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. აბაჰო დავიწყოთ ალბათ საუბარი კრისტინე არა აბა შენი დღეა და რიგში ბატონ ირაკლის მიმართა პროექტში მოგვიყევით მიზანი ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ვიზიტისა მოკლედ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელსაც ჰქვია სასკოლო ლიგა. ეს გულისხმობს სპორტის დაახლოებით 9 სახეობაში სასკოლო ჩემპიონატების ჩატარებას, მაგრამ მანამდე სანამ ეს ყველაფერი დაიწყება სექტემბერში, ჩვენ ვეცადეთ გარკვეული სიახლეები შეგვეტანა ზოგადად მიდგომაში სასკოლო სპორტის. მაგალითად, რამოდენიმე კვირის წინ ყავდა ჩამოყვანილი ჩამოვიდა საქართველოს რომელიც ჩოგბურთელი ქართველი, საუკეთესო ალბათ რეიტინგითაც ანა და ჩვენ მასთან დაკავშირებითაც ის გახდა ჩვენი საჩოგბურთო დიდი ჩოგბურთის სახე განვითარების სასკოლო. რაც შეეხება მაგიდის ჩოგბურთს, გადავწყვეტ ცნობილი კორეელი სპორტსმენი, რომელიც ამავე დროს გარდა სპორტისა გამოირჩევა თავისი საქველმოქმედო აქციებით სოფლიოში და პროპაგანდით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ქალბატონი სოიონი ჩამოვიყვანეთ და მასთან მოკლედ თანამშრომლობთ იქნება ჩვენი სახე სასკოლო სპორტისში. როგორც ვიცით, 20-ზე მეტ ასე ვთქვათ საქველმოქმედო კამპანიაში ხართ ჩართულები და ანუ ეს ფიზიკურ განვითარებას ეხება რა თქმა უნდა. საინტერესოა, ანუ საქართველოს რა ურჩიეს. მას პირველ რიგში მთავარი ამოცანა არის ჩვენ დავამკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და გავხადოთ პოპულარული ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, საკმაოდ ატო იქნა არჩეული პირველ რიგში მაგიდის ჩოგბურთი, საკმაოდ მარტივი სამოყვარულო დონეზე მარტივად მისაღები სპორტის სახეობა და ასაკით ყველა ასაკს შეუძლია მოკლედ ითამაშოს ყველა ასაკის ადამიანმა. დაწყებული 6 წლიდან პრაქტიკულად შეიძლება უკვე ბავშვი მიუდგეს საჩოგბურთო მაგიდას ხარმა სიბერემდე შეიძლება იყოს ასპორტით დაკავებული. ჩვენ დაგვეხმარება თეონა, ხო? და მე მინდა ვკითხო, მართლაც ესე მარტივია ეს თამაში თუ ნუ როგორც ერთ-ერთი წამყვანი სპორტსმენი, ალბათ რას გვირჩევს, როგორ უნდა გავხადოთ საქართველოში ეს სპორტის სახეობა პოპულარული. თუმცა ისიც შეგვიძლია უთხრათ, რომ ბევრს აქვს აგარაგზე მაგიდები და ბევრს უყვარს, ქართველებს უყვარს ეს თამაში. მე სულ თამაშობ. Is this so easy? How it looks like to play, and what is your suggestions how to make it more popular in Georgia, the table tennis playing? Table tennis is like for
everyone. It's easy to play, and then no matter how old they are, especially for children, it's such a fun game as well. ტენისი მაგიდის შოუ ტენისი არის ძალიან მარტივი სათამაშოდ, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ძალიან მარტივია. ვერ ვიტყოდი. They said that they wouldn't say it's very easy to play. It is. Yeah. And once I teach you, you will say, wow, this is easy. ეგრევე მიხვდებით, რომ ძალიან მარტივია. I mean, once it goes to professional level, there will be a lot of skills needed. მანამ სამოყვარულო დონეზე ხართ, ხო, მაგრამ როდესაც უკვე პროფესიულ დონეზეა ხვალ, რა თქმა უნდა, ბევრი დამატებითი უნარები არის. ხელწერა ექნება მე. ხომ არ გამოიწევდით იმას ათამაშოთ? They're going to challenge. პირველი გაკვეთილი თქო მაშინ. პირველი გაკვეთილი. Maybe you can. საით დავდგეთ ომე? Maybe. დიმა დაჯექი. You just side. Okay. ეხლა მიყურეთ. საინტერესო So first of all, I'd like to teach how to hold the pedal, the level down. Okay, good. So forehand, with forehand. Okay. What's the important? This angle, a little bit down, going forward. Okay, good. მე მგონი მომხიბლელ ქალბატონთან თამაში ცოტა რთული არის და ძიმას ამიტომ უჭირს. არა, ნუ აი. დიმა, კაი, დაჯექი, დიმა, ნუმერი. არა, ეხლა უკვე თამაში. ბონჯურის კარი არ გინდა. Never mind, okay. Yeah. მაგარი ვარ, გეუბნები, აგჯერათ. Yes. საერთოდ სპორტულ დიმა. მოდი სანამ გაკვეთილი მიმდინარეობს, თქვენ გითხოთ, სანამ ჩვენი სტუმარი თბილისში იმყოფება, რა გაქვთ დაგეგმილი რამდენდე იქნება ის ახალი ღონისძიებებზე რო გვესაუბროთ? კლასები იქნება თუ რა იქნება? კი, რა თქმა უნდა, უკვე ჩატარდება გუშინაც ჩატარდა გუშინაც, დღესაც ჩატარდება ყოველ დღე მასტერკლასები, ყველა ის ადამიანის ბავშვი, ვინც ჩვენთან დადის მაგიდის ჩოგბურთზე, მიიღებს სპორტ კომპლექს არენაში ყოფილი კარიშხალად. არენა ყველა მიცის. არენაში, მოკლედ მიმდინარეობს მასტერკლასები და ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა და მიიღო სასიამოვნო და დანიშნულოვანი სასიამოვნო მაგალითად ძალიან მიყვარს. და მშვენიერი სანახაობაა. Very good. 13 სექტემბრიდან აპირებს დაახლოებით მაგიდის შეძენას გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები და თითქმის ყველა სკოლაში თბილისში დავიწყებ თბილისიდან თითქმის ყველა სკოლაში შევა ეს მაგიდები და რა თქმა უნდა ინტერესია ადამიანზე და უკვე 35 სპეციალისტი მწვრთნელი ვინც პროფილი მიიღო ბავშვთან მუშაობა არის ამიტომაც და პოპულარიზაციისთვისაც სწორედ სკოლიდან დაწყება ჯობია, ხო? თავისთავად სკოლიდან დაწყება ჯობია, იმიტომ რომ ამ ასაკში შეიძლება ადამიანმა სერიოზულად უკვე მოიდობოს პროფესიულ სპორტში. თუმცა ადრე ძალიან დიდი ეთმობოდა ამ თქვა სპორტის იმას მნიშვნელობას თქვა სკოლის ასაკში და დღესდღეობით არის რაღაცა კამპანია ხო არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი? ამ კამპანიაზე ლაპარაკი ჩვენ სპორტის სახეობები შევიტანოთ სკოლაში, უფრო საინტერესო ყოფილიყო ბავშვებისთვის, მაგალითად კალათბურთი არის როგორც სახეობაში ეს არა ფიზიკურ კულტურის გაკვეთილი, არამედ კალათბურთი ესეთი გაკვეთილი იქნება ჩვეულებრივი. აქაც არის საკმაოდ საინტერესო იდეები გვაქვს და ესეც სექტემბრიდან იქნება ერთიანი კამპანიის ნაწილი. ეს თუნდაც მეკითხო კონკრეტულად, რამდენი ხანი დარჩება თქვა და როგორ შეეწყო ეს ქვეყანას? I'm staying a couple more days. So far I have had fantastic time. Yes, it was beautiful country. I enjoyed the food and the wine and the beautiful nature. And the best part is people are so nice and friendly. So made me feel welcome as a homie. ძალიან მეგობრულები არიან და ძალიან მომწონს. აი მე პირველად მოვკიდე ჩოგასხილი და როგორ პოტენციალია ქართველებს ჩოგბურთში. So he said that he took the paddle first time, so what potential do we have? Oh, did you see he improved quite fast after a couple of ძალიან სწრაფად განავითარა თავისი. დიმა უხერია. Did you feel you learned something? მე კიდე მინდა რომ ვითამაშო ეხლა. You want to play more? არა ბურთი აღარა მაქვს. See, this is successful lesson. So everybody gonna feel like that. Gonna play more. რეკლამისთვის შეგიძლიათ განაგრძოთ. ბურთი არა მაქვს. ვიპოვეთ დიმა არა უშავს. ბურთს არა უშავს. კარგი, წარმატებული უნდა გესურვოთ. მადლობა. რა კლია უწევდა დიდი მადლობა.
Thank you, madam. წარმატებებს გისურვებ. ჩვენ აქტიურად მზადავართ ყოველთვის დაგეხმაროთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხელმოქმედება კიდე რაც თავი ეს არის უფრო ალბათ უფრო თავარი. მეორე ნაწილში ოქროს მიღებს გამოვცდით. ეგეც მინდა გამოცადო. ესთეტიკის სერვისი გვიმზადებს სასწაულ ბატონებო ეკრანებთან. ასე დაწახდით.